საქართველოს საფონდო ბირჟა ლიკვიდურობის ზღვარზეა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი ვითარდება, განსაკუთრებით ობლიგაციების სეგმენტში, სადაც გამოშვებები და ინვესტორთა აქტივობა იზრდება, სულ უფრო სუსტდება საფონდო ბირჟა. გასულ წელს ბირჟაზე ვაჭრობა პრაქტიკულად შეჩერებული იყო. გარიგებები თითქმის ერთეულ შემთხვევაში დაფიქსირდა, ისიც მხოლოდ ერთ კომპანიაზე. რატომ ვერ ვითარდება აქციების ბაზარი ისე, როგორც ობლიგაციების სეგმენტი და რა გეგმები აქვს ბირჟას აქტიური ვაჭრობის აღსადგენად და ლიკვიდურობის გასაზრდელად. გიორგი ამზაშვილი, საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორია, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ვისურვებდი, რომ ჩემი შესავალი ბევრად სხვანაირი ყოფილიყო, ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, იმის გათვალისწინებით, რომ სრულყოფილად თუ გვაქვს ამბიცია, რომ განვავითაროთ ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი, შექმნათ დაფინანსების ალტერნატიული წყაროები და ასე შემდგომ, რა თქმა უნდა, საფონდო ბირჟას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამიტომ თავდაპირველად მინდა კითხოთ, რა არის მთავარი მიზეზი, რომ საფონდო ბირჟა დღეს ამ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ობლიგაციების მიმართულებით შედარებით მცირედი აქტიურობა მაინც ახეს იყოს, ყოველ შემთხვევაში ამ ეთერში რამდენიმე გადაცემა დაეთმო ამ საკითხს და თითქოს კომპანიებს აქვთ ინტერესი. მადლობა მოწვევისთვის. მთელი კომპლექსია პრობლემების. თუმცა რაც შეეხება საფონდო ბირჟას, მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე საფონდო ბირჟა არ აკმაყოფილებს იმ ამბიციებს, ტექნიკურად და ინსტიტუციურად არ აკმაყოფილებს იმ ამბიციებს, რაც ბაზრის მონაწილეებს, პროფესიულ მონაწილეებს საუბარი, საბროკერო კომპანიებს, საინვესტიციო ბანკებს და ასევე ემიტენტებს აქვთ საქართველოში. რაში გამოიხატება ეს? თქვენ სწორად ამბობთ, აღნიშნავთ ლიკვიდობას. ლიკვიდობა არის პრობლემა. და რატო? იმიტომ რომ არ არის ჩართული ვაჭრობაში, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში საცალო ინვესტორი. ეს არის ჩვენი შეფასება. ანუ როგორ ხდება ობლიგაციების ბაზრის, ანუ ობლიგაციების ბაზრის მექანიკა რა არის? ნუ გამოუშვებს თქო კომპანია საინვესტიციო ბანკის დახმარებით ობლიგაციებს, მე ხდება განთავსება ამ ობლიგაციების, შემდეგ ხდება ბირჟის გარეთ ვაჭრობა, სხვილი პაკეტებით. რამდენიმე მიზეზი აქვს ამას, როგორც ამბობ ობიექტური და სუბიექტური. ობიექტური მიზეზი ის არის, რომ ობლიგაცია თლაც საბირჟო ინსტრუმენტი არ არის, თუმცა ობლიგაციების ბაზარი ინახავს საფონდო ბირჟას, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სარგებლობ შესაძლებლობით იმ საინვესტიციო ბანკებს, საბროკერო კომპანიებს, რომლების დამსახურებაც არის ეს. მათი დაუღალავი შრომის შედეგია ეს ბოდიში ხმამაღალი სიტყვებისთვის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი რო ავიღოთ განვითარებულ ბაზარს რო შევხილოთ, მაგალითად, ხო განვითარებულ ბაზრებს, ობლიგაციებს, დაახლოებით 5% ივაჭრება თვიურად მთლიანი ემისიების. იმიტომ რომ ბევრჯერ აღვნიშნე ეს და ბოდიში განმეორებისთვის, ობლიგაცია რადგან ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტია, ხშირი მეორადი ბაზარი ბირჟაზე ვერ ექნება, იმიტომ რომ ეს ფიქსირებული შემოსავალი სირდება ამ იმით, რა ვქვია, საკომისიოებით და ასე შემდეგ. ანუ აქციისგან განსხვავებით ობლიგაციას არ გააჩნია კაპიტალის ზრდის პოტენციალი. მაგრამ მიუხედავად თავისა, მაინც გვაქვს საშუალება, რომ რაღაც გარკვეული პორცია, გარკვეული ნაწილი ამ ობლიგაციებისა ბირჟაზე შემოვიტანოთ. ეხლა რატო ვერ შემოგვაქვს? ეხლა როგორ ხდება? ბირჟის გარეთ ხდება ვაჭრობა და ბირჟაზე ხდება დაფიქსირება უბრალოდ. ფიქსინგი ეგრეთ წოდებული, რეგისტრირება ამ ტრანზაქციების. ის პრობლემა, რაც აღნიშნე, რომ არ არის ჩართული საცალო ბაზარი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბირჟაზე არ ხდება ვაჭრობა და ამავე დროს ბირჟის მხარეს რაც პრობლემა არის და რაზეც ძალიან აქტიურად მუშაობთ, ეს არის წვდომა არის ძალიან მცირე, მოუხერხებელი ბირჟაზე. ანუ ტექნიკური მიზეზების გამო თუ არ დაგლით ტექნიკური ტერმინებით, წვდომის პროტოკოლია ესეთი ფიქს პროტოკოლი, რომელიც წელს სოფლიოშია გავრცელებული და რომელსაც სარგებლობს საფონდო ბირჟა ჩვენი, მაგრამ ფიქს პროტოკოლი ეს არის პროფესიული მონაწილეებისთვის. იმიტომ რომ ძვირია მომსახურება ამ პროტოკოლის და ასევე რთულად მოსახმარია საცალო ინვესტორების მხრივ აპლიკაციების გზით.
ამ საკითხზე ჩვენ მუშაობთ და ესე იგი ვნერგავთ ისეთ პროტოკოლს, რომელიც აი საცალო ინვესტორებზე იმუშავებს, რომ კომფორტი შეუქმნათ სხვადასხვა გაჯეტებიდან და ასე შემდეგ. ანუ ერთი პრობლემა არის საცალო ინვესტორები, მაგრამ აქ არის თუ არა პრობლემა თავად პროფესიონალი დაინტერესებული კომპანიები თუ პირები, რომლებსაც ექნებოდათ დავუშვათ ბირჟის სხვა მასშტაბზე აყვანის სურვილი. თქვენ ახსენეთ ახლა საბროკერო კომპანიები, საინვესტიციო კომპანიები, რომლებთა დახმარებითაც, მათ შორის ობლიგაციების ბაზრის მეტნაკლები განვითარება ქართულ რეალობაში ხდება, ხო? თვითონ ეს კომპანიები რამდენად აქტიურად არიან დაინტერესებული, ანუ ყველა ის რგოლი საფინანსო ინსტიტუტი იქნება, საინვესტიციო კომპანია, ბროკერი და მათ შორის ისინიც ქართული კომპანიები, რომელთაც პირობითად გვაქვს სურვილი, რომ განათავსონ ბირჟაზე საკუთარი აქციები. რამდენად არის ეს ჯაჭვი დაინტერესებული, რომ ბირჟა იყოს განვითარებული? ესაა მთავარი კითხვა. და მე ბუნებრივია იმ პრობლემების გამოწვევების საპასუხოდ რა ნაბიჯებს დგამთ, ამას აუცილებლად კითხავთ, თუმცა თვითონ ეს ჯაჭვი დაინტერესებულია, რომ ბირჟა უკეთესი ქონდეს, იმიტომ რომ მესმის მთელი ეს წლები, რაც კი საქართველოში ალბათ საბანკო საფინანსო სექტორი განვითარდა, მას მერე მუდმივად არის, რომ ბირჟა როგორია, ბირჟა რანაირია, ბირჟა განვითარდება, არ განვითარდება, მაგრამ რატომ ვერ გავწდით აი ამ დღევანდელ მოცემულობას, სწორედ ამის გარკვევას ვცდილობ. კი ბატონო, გიპასუხებთ. მე შემიძლია თქვა პროფესიული მონაწილეების სახელით, რომ დაინტერესება რა თქმა უნდა ძალიან დიდია, იმიტომ რომ ეს ინფრასტრუქტურაა. ანუ სავაჭრო პლატფორმაა. მარტო რეგისტრატორი კი არ უნდა იყოს ბირჟა ტრანზაქციების, არამედ ხელს შეუწყოს ყოველდღიურ ვაჭრობას კონკრეტული მის რა ქვია ფასიანი ქაღალდის ლიკვიდობას და ასე შემდეგ. ამიტომ ბუნებრივად ხო პროფესიული მონაწილეების დაინტერესება ძალიან დიდია. შესაბამისად ვივარაუდებ, რომ გაცნობიერებული ემიტენტების დაინტერესებაც ასევე მაღალია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ორ მიზეზს დავასახელებდი. რატო არ ხდება მაგალითად საკუთარი კაპიტალის ფასიანი ქაღალდების გამოშვება განთავსება და ვაჭრობა მეორად ბაზარზე, ხო, ბირჟაზე. პირველი ის არის ეს ორი მიზეზი ერთმანეთთან არის კავშირში. პირველი ის არის, რომ ობლიგაციისგან განსხვავებით, ხო, რომელიც უფრო მარტივია და რომელსაც პირველი პრეტენზიის უფლება აქვს, იმიტომ რომ სავალო ფასიანი ქაღალდია, აქცია ცოტა უფრო რთულია. რთულია იმ თვალსაზრისით, რომ აქციის ძირითადი ბენეფიტი აქციის განთავსების, ანუ საჯარო განთავსების, არის კაპიტალის აფასება. ეს არის ის შემთხვევა, როცა თქვათ ემიტენტი კომპანია დარწმუნებულია, რომ ბაზარი ოპტიმისტურად უყურებს მათ მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს. ხო? ეხლა უყურეთ, რადგან არ არის ლიკვიდური ბაზარი, ხო? ანუ ეს мотивация ქრება, იმიტომ რომ გამოუშვას და თქვა პირველადი განთავსება გააკეთოს, ხო? ну პირველადი განთავსება როგორც წესი მთლიანი ემისიის 30-40%-ია ხოლმე სტატისტიკურად. ყოველ შემთხვევაში განვითარებულ ბაზრებზე ესეა. მეორადი ბაზარი უნდა მიყვეს ამას. ანუ ყოველდღიური ვაჭრობა უნდა იყოს, რომ იყოს დინამიკა ამ აქციების. თუ ეს არ მოხდა და თუ მოხდა პირიქით დაცემა ვარდნა ფასიანი ქაღალდების ფასის და არალიკვიდობა, ხო? ეს ხადია დიდი დარტყმა არის ამ კომპანიას. ეხლა მიყვება თუ არა ბირჟა ამ სქემას. ამ ეტაპზე სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ მიყვება. მაგრამ როცა მკითხავთ, მაშინ გიპასუხებთ, რას ვაკეთებთ? რას აკეთებთ, რომ მაშინ მიყვეთ ბირჟა ამ დავუშვათ კომპანიების ინტერესს და რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება 2026 წლის განმავლობაში, რომ პირობითად შემდგომი სტუმრობისას უკვე რეალურად ან რა პერიოდ შეიძლება დავინახოთ, რომ უკვე ბირჟა მაუწყო ფეხი კომპანიების მოთხოვნებს და ინტერესებს. კი ბატონო. როგორც წეგან მოგახსენეთ, ეს არის პირველი ამოცანა ჩვენი, რომ საცალო ინვესტორებს მივცეთ წვდომა პლატფორმაზე, ანუ ტექნოლოგიურად შევძლოთ ის, რომ საცალო ინვესტორებს ქონდეთ საშუალება, რომ თვითონ ივაჭრონ აქტიურად ბირჟაზე, რა თქმა უნდა, ბროკერის გავლით, მაგრამ შესაბამისი აპლიკაციების საშუალებით.
ანუ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, თვითონ გააკეთონ, რა ქვია, შესყიდვის ორდერები, ან გაყიდვის ორდერები და ასე შემდეგ. დაინახონ დინამიკა ბაზრის, სტატისტიკა შევქმნათ, მონაცემთა ბაზა შევქმნათ და ასე შემდეგ. ეს არ არის მარტივი, ცხადია. მაგრამ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი. აუცილებლად გასაკეთებელი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულის განმავლობაში ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით, იმიტომ რომ წლის ბოლოს რაც კარგი გქონდა არის ის რომ ამოცანები და ესე იგი ტექნიკური დავალებები დასრულებულია და შესაბამის ვენდორებთან მუშაობთ იმისთვის რომ მსგავსი ტექნოლოგიური განახლებები მოვახდინოთ ბირჟის პლატფორმაზე და დიდი იმედი მაქვს რომ ეს მოხდება გაზაფხულის განმავლობაში. რატო ვამბობ გაზაფხულს? იმიტომ რომ გვაქვს კარგი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო აპირებენ უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტების რეგულაციების მიღებას ისეთი ფორმით როგორიც ჩვენ ბაზარს ამ შემთხვევაში გვინდა შესაბამისი შეღავათებით და შესაბამისი მარეგულირებელი პარამეტრებით და გვინდა რომ ამისთვის მზად ვიყოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგი ინსტრუმენტია. ეს როგორ დაეხმარება ბირჟას დაუშვათ უფრო აქტიური იყოს და რა სახით შეგიწყობთ ხელს? პირველ რიგში იმით რომ გენეტიკურად უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი არის საბირჟო ინსტრუმენტი, იმიტომ რომ როგორც წესი ეს არის დახურული ფონდები, არის ღიებიც რა თქმა უნდა, მაგრამ სოფლიო გამოცდილება აჩვენებს 99% შემთხვევაში ეს არის დახურული ფონდები და რომლის ლიკვიდობისთვის აუცილებელია ბირჟაზე ვაჭრობა. ანუ ეს სხვა ვარიანტები რო ავიღოთ, ანუ თვითონ კომპანია უშვებს და მე უკან გამოისყიდის და ასე შემდეგ და თან ვალდებულებას ემიტენტს რომ მოახდინოს ესე იგი ეგრეთ წოდებული net asset values დადგენა რაც შეიძლება ხშირი პერიოდულობით ბირჟის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი რომელიც არის equity-ს მსგავსი და რომელიც ანუ საკუთარი კაპიტალის ფასიანი ქაღალდების მსგავსი და რომელიც ჩვენი ვარაუდით და დიდი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ დააინტერესებს საცალო ინვესტორებს, დირე შემნახველებს, მიანაბრეებს, დამგროვებლებს რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ბაზარზე. ძალიან კარგი ინსტრუმენტი იქნება შესაბამის საგადასახადო შეღავათებით, მაღალი შემოსავლიანობით და ასე შემდეგ, კარგი დაგროვების მექანიზმი იქნება. ხო და აი ამისთვის ჩვენი პირველი ამოცანაა რომ ამისთვის ვიყოთ მზად ტექნიკური თვალსაზრისით. ტექნიკური თვალსაზრისით. ვინ გვეხმარება თუ შეიძლება ამის თქმა ამ ტექნიკური თვალსაზრისით მზაობაში ვინ გეხმარება და რამდენად არის ფინანსურად ეს ბირჟას სხვა მასშტაბის ტექნოლოგიური სიახლეები, განახლებები და ასე ყველაფერი სჭირდება. თავად ბირჟის მონაწილეები, ქართული ბიზნესი, ინვესტორები არიან კი დაინტერესებული რომ მათ შორის დაუშვათ ფინანსური რესურსით უზრუნველყო ბირჟა იმ გაგებით რომ რეალურად აი ეს ტექნიკური მხარე იყოს სრულყოფილი, ისეთი რომ მე ხელახლა არ მოგვიწიოს დაუშვათ ამ პრობლემასთან დაბრუნება. კი ბატონო, ამ მომენტისთვის საბედნიეროდ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბაზრის პროფესიულ მონაწილეებს, მათი დამსახურებაა, რომ ბირჟა არის თვითკმაყოფილი. ანუ ბირჟას ამ ეტაპზე აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დააფინანსოს ეს სიახლეები. შესაბამისად, განსაკუთრებული ახალი ინვესტიციების მოზიდვა არ გვჭირდება. აქტიურად ვემუშავებით ჩვენს ვენდორს და იმედი მაქვს რომ კიდევ ერთხელ გაზაფხულის განმავლობაში მოვერევით ამას და დავნერგოთ. მაგის გარდა კიდევ ბევრი რაღაც სიახლეები გვაქვს რომ კომფორტული გავხადოთ. აი მაგალითად რაც მნიშვნელოვანია ბირჟისთვის, ბირჟა საკმაოდ რთული მექანიზმია. და ბევრი დაინტერესებული მხარე არის ჩართული ბირჟის მუშაობის პროცესში, მათ შორის ეროვნული ბანკიც, მაგალითად ემისიების დამტკიცების პროცესში, ხო? ემისიის პროსპექტების დამტკიცების პროცესში. ამ მაგალითად ვაკეთებთ რა ქვია იმას, ეგრეთ წოდებულ ბოდიში ინგლისურად ტერმინს ვეთქვი, ქართულად ვერ თავნი, onboarding platform onboarding ანუ ბირჟაზე მიღების პლატფორმა ეს იქნება ბროკერებისთვის და მისთვის ეროვნული ბანკისთვის რის საშუალებითაც მოხდება
აი ამ პროცესის დიჯიტალიზაცია და მოხდება ელექტრონული სახით ამ იმის რა ქვია დოკუმენტების ბრუნვა, რაც გაამარტივებს ამ პროცესს. ეს რო კომფორტი შეუქმნათ იმათ. მაგალითად გავაკეთეთ ონლაინ პლატფორმა პროფესიონალური ტრეიდერების სერტიფიცირებისთვის, მაგალითად მონიტორინგით, კამერით და ასე შემდეგ, შესაბამისი დაცვის მექანიზმებით და ასე შემდეგ, რომ მარტივი იყოს იმათთვის ამის გაკეთება და უფრო მოტივირებული პოპულარობით სარგებლობს, თანდათანობით ფეხს იკრებს ტრეიდერობის სადმი ინტერესი. ძალიან იმედი გვაქვს და ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდები ერთხელ, რა ქვია, ილიას უნივერსიტეტში მიმიწვიეს და იქ ქონდა ურთიერთობა და საკმაოდ დიდი ინტერესია განსაკუთრებით ახალგაზრდებში ამ პროფესიის მიმართ და ამ სფეროს მიმართ. შესაბამისად, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ძალიან მალე აღარ დამიძახოთ, მაგრამ ცოტა იქნებათ შედეგები და სიახლე. ცოტა ხნის მერე იქნება შედეგები. კი ბატონო, და ჩვენ საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა კითხოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. დღევანდელობა, ეკონომიკური ტენდენციები, მაკროეკონომიკური პარამეტრები იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ ეს დამატებითი და ალტერნატიული ინსტრუმენტები და ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, როგორც ბირჟა, რეალურად იყოს სრულყოფილად განვითარებული. ანუ ქვეყნის ეკონომიკა მოგყვებათ ამ ნაწილში. ერთია თქვენ რა გინდათ და დავუშვათ ბაზრის მონაწილეებს და მეორეა ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები რამდენად იძლევა ამის რესურსს. ხო, ესე იგი როგორც აჩვენებს ობლიგაციების მაგალითი, ქართული კორპორატიული ობლიგაციების საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ ისეთი დინამიური ბაზარი აქვს. აი თუნდაც რო ავიღოთ ევროობლიგაციები და ბოლო მაგალითი არის იმის სილკნეტის ძალიან წარმატებულად განთავსებული საკმაოდ დიდი მოცულობის ემისია, საკმაოდ დაბალ საპროცენტო განაკვეთში კუპონის რაც გვაძლევს ინფორმაციას იმაზე, რომ ქართული ბიზნესის, ქართული ემიტენტების ობლიგაციები მაღალი ინტერესით სარგებლობს. აქედან თუ ვივარაუდებთ, ხო, ანუ პოზიტიური მოლოდინები აქვს, ბიზნესს აქვს და ბაზარს და საინვესტიციო მას რა ქვია, საზოგადოებას ქართული კორპორატიული ფასიანი ქაღალდების მიმართ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და კვლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში გიორგი ამზაშვილი საუბრობდა.